მზის სისტემაზე შემდგომი დაკვირვებების შემდეგ მეცნიერები კიდევ ერთ უცნაურ დასკვნამდე მივიდნენ. იმის მიუხედავად, რომ მზის სისტემის პლანეტები ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავენ, ყოველი მათგანი პარალელურად დედამიწაზეც არის ორიენტირებული. დედამიწა ისევ სამყაროს ცენტრია? ტრადიციულ წარმოდგენას მზის სისტემის წარმოქმნისა და აგებულების შესახებ უეცრად ფეხქვეშ მიწა შეერყა და კინაღამ ჩამოიშალა, როდესაც 2010 წელს NASA-ს ასტრონომებმა გედის თანავარსკვლავედში კეპლერ-33-ის პლანეტური სისტემა აღმოაჩინეს. კეპლერ-33-ის და მზის სისტემის სიურის სხეულების პარამეტრები თითქმის იდენტურია. მნიშვნელოვანი განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ კეპლერ-33-ის პლანეტები საკუთარი ვარსკვლავის ირგვლივ სიმაღლის მიხედვით არიან განლაგებულნი. პირველი მწყრიბში ყველაზე დიდი პლანეტა დგას, შემდეგ ცოტა პატარა და ასე შემდეგ, სულ პატარამდე. ჩვენს მზის სისტემაში კი პირიქით ხდება. მეცნიერებმა კეპლერ-33-ის სისტემა ანომალიურად მიიჩნიეს, რადგან ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარად, ქაოსურად არის. ყველაზე ახლოს მზესთან პატარა პლანეტებია განლაგებული, ხოლო ყველაზე დიდი იუპიტერი და სატურნი ზუსტად შუაში. შემდგომში მზის სისტემის მსგავსი კიდევ 156 სისტემის აღმოჩენის და შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ მათში პლანეტები საკუთარი ვარსკვლავის ირგვლივ სწორედ ისე ბრუნავენ, როგორც კეპლერ-33-ში. და მხოლოდ ჩვენი მზის სისტემაა პლანეტების ქაოსური განლაგებით, ამ საერთო სურათიდან ამოვარდნილი. შედეგად გაჩნდა აზრი მზის სისტემაში პლანეტების ხელოვნურად განლაგების შესახებ. მაგალითად, მერკური ჩვენს პლანეტასთან ერთად სინქრონში მოძრაობს, ხოლო 116 დღეში ერთხელ დედამიწასთან და მზესთან ერთად ერთ მწყრიბში დგება. ამასთან დედამიწისკენ ყოველთვის ერთი და იგივე მხარით არის მიბრუნებული. ანალოგიურად და გაურკვევლად იქცევა ვენერაც. ის 584 დღეში ერთხელ მაქსიმალურად ახლო მანძილზე დედამიწას უახლოვდება და ისიც ყოველთვის მხოლოდ ერთ გვერდს გვაჩვენებს. ამის გარდა მას ერთი უცნაურობაც ახასიათებს. იმ დროს, როდესაც მზის სისტემის თითქმის ყველა პლანეტა ურანის გარდა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ბრუნავს, ის ამ მიმართულების საწინააღმდეგოდ მოძრაობს. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს. იუპიტერის საიდუმლო. ასტროფიზიკოსებისთვის მზის სისტემის პლანეტებს შორის ყველაზე საკვირველი იუპიტერია, რომელიც ლოგიკის მიხედვით იმ ადგილზე, რომელსაც ახლა იკავებს, ნამდვილად ვერ წარმოიქმნებოდა. ის თუ როგორ მოხდა ეს პლანეტა მეხუთე ადგილზე, ასევე გაურკვეველია. ოფიციალური მეცნიერება აღიარებს, რომ მზის სისტემა ანომალიურია და სხვა სისტემებისგან განსხვავებულად არის მოწყობილი, მაგრამ რატომ? იქნებ მართალია აზრი იმის შესახებ, რომ რაღაც ძალებმა მზის სისტემა ხელოვნურად შექმნეს და აქ ექსპერიმენტებს ატარებენ, ხოლო დედამიწა ერთი დიდი ლაბორატორიაა.